ამ ისლამისტებს პატარა გოგონებზე აკვიატება აქვთ და არ არის შემთხვევითი, რომ სწორედ ეს ადგილი აირჩიეს თავიანთი ძალაუფლების საჩვენებლად ნიუ-იორკში. ეს ვიდეოები ვირუსულად ვრცელდება, რადგან ისინი გვიმტკიცებენ, რომ მომმამდანის ნიუ-იორკში ჩამოსვლა მხოლოდ დასაწყისი იყო იმ ყველაფრისა, რაც მათ შეერთებული შტატებისთვის აქვთ დაგეგმილი. და ეს ამბავი ინტერნეტს ქარიშხალივით მოედო, რადგან ის სამარცხვინოა, როგორც ახლა ნახავთ. ეს ნიუ-იორკში მდებარე მხოლოდ გოგონებისთვის განკუთვნილი ებრაული სკოლა და რასაც ახლა აქ ნახავთ, არის მუსლიმი მამაკაცების ჯგუფი, რომლებმაც გადაწყვიტეს თავიანთი სალოცავი ხალიჩები გამოეტანათ და ამ შენობის გარეთ დაეწყოთ საჯარო ლოცვისთვის. მინდა ძალიან ნათლად თქვა, ეს არის პატარა გოგონების სკოლა, ებრაული სკოლა, რაც თავისთავად შეცდომაა და ის იქ მდებარეობს. და მის გარეთ არიან ეს ისლამისტები, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ ყველა შესაძლო ადგილიდან სწორედ აქ უნდა ილოცვან. პატარა გოგონების ებრაული სკოლა. ბევრი დიდი და ძლიერი ისლამისტი მამაკაცი ხმამაღალ ლოცულობს გარეთ. თქვენ უნდა გაიგოთ, რას ნიშნავს ეს სინამდვილეში. და ეს ხდება ბრუკლინში, ნიუ-იორკში. კიდევ ერთხელ სკოლის შესასვლელი პირდაპირ აქ არის. და პირდაპირ სკოლის გარეთ კიდევ ერთხელ ხედავთ მუსლიმი კაცების ჯგუფს, რომლებიც თავიანთი სალოცავი ხალიჩებით დგანან იქ. ეხლა ამაში რამდენიმე პრობლემაა. პირველი პრობლემა არის იურიდიული, რადგან ნიუ-იორკში ტროტუარის გადაკეტვა კანონით აკრძალულია. თქვენ არ შეგიძლიათ საზოგადოებრივი ტროტუარის გადაკეტვა, მიუხედავად ნებისმიერი რელიგიური მიზნისა. იქნებით ებრაელი, მუსლიმი თუ ქრისტიანი, უბრალოდ ამის გაკეთება არ შეიძლება. ეხლა რამდენად მკაცრად სრულდება ეს კანონი სადავოა. ჩვეულებრივ ისინი ცდილობენ თავი შეიკავონ ამ საკითხზე მოქმედებისგან პირველი შესწორების გათვალისწინებით. ისინი არ სურთ ვინმე მუჩივლოს მათ რაიმე სახის დარღვევისთვის. მაგრამ ეს ვიდეო აშკარად აჩვენებს რიგად ჩანსკრივებულ ზრდასრულ მამაკაცებს სალოცავ ხალიჩებზე, რომლებიც ტროტუარზე პირდაპირ სკოლის წინ დგანან. ეხლა არ ვიცი ამას იტყვის თუ არა, მაგრამ ნება მომეცი ძალიან კაფიოდ თქვა რაღაცა. ეს არის სტრატეგია. შემთხვევითი არ არის, რომ ეს ადამიანები სკოლის წინ ქუჩაზე გამოჩნდნენ. ეს არის სტრატეგია. აჩვენეთ თქვენი უპირატესობა. ეცადეთ დაარღვევოთ უმნიშვნელო კანონდარღვევები, რომელთა გამოც იცით, რომ ძალიან დიდი ეროვნული აჟიოტაჟი ატყდება და ხალხს გაუჭირდება წინააღმდეგობა და ასე ნელ-ნელა გააგრძელეთ. ტროტუარის გადაკეტვა იმდენად უმნიშვნელოა, რომ რეალურად არ ღირს ამაზე რეაგირება, რადგან ხალხი დაიწყებს საუბარს, რომ ეს შეიძლება იყო რელიგიური ცერემონია ან პროტესტი და ეს უკვე პირველი შესწორების პრობლემაა. ასე რომ მოდი უბრალოდ არაფერი გავაკეთოთ. და ეს პატარა რაღაცები, ეს უმნიშვნელო დეტალები და მერე უმნიშვნელო კანონდარღვევა, უბრალოდ არ ღირს ამაზე რეაგირება. ეს არის ის, რასაც ისინი აკეთებენ, ისევ და ისევ გამუდმებით. მოგესალმებით, მე მირაკი ვარ, თქვენი წამყვანი. ჩვენ უპირისპირდებით, რადგან უკვე გვეყო და თუ თქვენს გეყოთ ეს ფსიქოზური რაღაცეები, რასაც ვხედავთ, მაშინ მოგესალმებით, რადგან თქვენ იპოვეთ თქვენი ხალხი. ასე რომ არ დაგავიწყდეთ, გამოიწეროთ არხი, მოიძონოთ ეს ვიდეო თუ გსურთ და რაც მთავარია, გააგებინოთ ხალხს, რადგან ჩვენ ვქმნით ჩვენს ევოლუციას. კარგი, ვნახოთ კიდევ რა ხდება. ოხ, ეს ვიდეო მართლა მაბრაზებს. ფარავენ გასასვლელს და აიძულებენ ფეხით მოსიარულეებს, რომ გვერდი ავარონ ან ქუჩა შევიდნენ. კიდევ ერთხელ, ამას ებრაულ სკოლასთან არანაირი კავშირი არ აქვს. ეს სწორი არ არის. კარგი, ამ ადამიანებმა თუ ასე აპირებთ მოქცევას, საზოგადოებრივი სივრციდან უნდა გახვიდეთ. წადით თქვენს მეჩეთში და ზუსტად იგივეს ვიტყოდი ნებისმიერი სხვა ჯგუფის მიმართაც. თავისუფალი ხართ. თქვენი რელიგია ისე აღასრულოთ, როგორც გსურთ, სანამ ქუჩას არ აფერხებთ. წარმოიდგინეთ, მაგალითად, ნიუ-იორკში რომ იყოს პატარა ისლამისტური გოგონების სკოლა და ქრისტიანმა კაცებმა, დიდმა კაცებმა გადაწყვიტონ გარეთ გამოსვლა და ლოცვა, ხო? რომ მოვიდნენ ჯვრებით და მთელი ცერემონია ჩაატარონ, მედიაში რა მოხდებოდა? სრული პანიკა იქნებოდა. ამას ნამდვილად გეუბნებით. ნამდვილად შემიძლია ეს გითხრათ. კარგი, მოდი კიდე მოვისმინოთ. ზიდან გადი. სხვათა შორის ბიჭებო, ეს არის მოდერატი кейსი. თუ არ იცნობთ, აუცილებლად გამოიწერეთ, რადგან ძალიან კარგად ხსნის ყველაფერს. ნიუ-იორკის ქალაქის წესები ამბობენ, რომ საჯარო ლოცვა კანონიერია და ასე უნდა იყოს. ისევ და ისევ, თუ ის არ აფერხებს ქუჩებს ან ტროტუარებს. მაგრამ თუ ეს ხელს უშლის ფეხით მოსიარულეთა ნორმალურ გადაადგილებას, მაშინ ეს არღვევს ქალაქის კოდექსს. ეხლა ნებისმიერი ესეთი ორგანიზებული ან ჯგუფური რელიგიური ღონისძიება ტროტუარზე ან ქუჩაზე, რომელიც შეიძლება ფეხით მოსიარულეთა მოძრაობის შეფერხებით დასრულდეს, როგორც წესი საჭიროებს ნებართვას ქალაქისგან და აქ არც ერთი ნებართვა არ არის ნახსენები ან თვალსაჩინო. ეს როგორც ჩანს, უბრალოდ სპონტანური გადმოსვლა იყო ახლომდებარე მეჩეთიდან, რაც მიმიყვანს ჩემს მეორე პუნქტთან. ეს გოგონების ებრაული სკოლა პირდაპირ ალმადინას მეჩეთის გვერდით მდებარეობს, რომელსაც ასევე ბრუკლინის ისლამურ ცენტრსაც უწოდებენ. მე მოვძებნე და გეოლოკაციით შევამოწმე მანძილი მეჩეთიდან სკოლამდე. ის პირდაპირ ერთი ბლოკის დაშორებითაა. ძალიან მოკლე მანძილია, დაახლოებით 300-დან 500 ფუტამდე, ან 1-2 წუთის სავალია. ეს მიმიყვანს ჩემს შემდეგ პუნქტთან. რატომ ხარ საჯაროდ? განსაკუთრებით მაშინ, როცა გოგონების ებრაულ სკოლასთან ახლოს დგახარ. როცა შენ
იმიტომ რომ სწორედ ამას ცდილობენ, რომ ყველგან თავიანთი დომინანტობა დაანტკიცონ, რომ ყურადღება მიიპყრონ. და რომ ყოველთვის გასაგები იყოს, რომ მამდანის ქალაქი მხოლოდ დასაწყისი იყო, მათი მერის მოსვლაც მხოლოდ დასაწყისი იყო. თქვენგან 300 ფუტში მეჩეთი გაქვთ. რატო? მე საჯარო ლოცვასთან პრობლემა არ მაქვს. მაგრამ როცა ამას როგორც ჩანს დაშინების მიზნით აკეთებთ, ან როცა ეს საჭირო არ არის, როცა თქვენგან 300 ფუტში მეჩეთი გაქვთ, ეს საჭირო არ არის, ეს 100%-ით განზრახულია. ეს იმ კაცების არჩევანი იყო და მე არ ვაპირებ უგულებელყოის ფაქტი, რომ ნიუ-იორკში ანტისემიტიზმის პრობლემები 2023 წლიდან მკვეთრად გაიზარდა. უამრავი ებრაული სკოლა და ინსტიტუტი არსებობს. ისინი ხშირად გამხდარან სამიზნე და ხშირად თავცველად თავს დაუცველად გრძნობენ და ამის მიზეზიც არსებობს. ეს ადამიანები, დიახ, ისინი თავდასხმის ქვეშ არიან. ტროტუარზე ლოცულობენ მეჩეთიდან 1 კვარტლის მოშორებით. მის შიგნით ან ნაკლებად მგრძნობიარე ადგილზე კი არა. ეს შეიძლება გააძლიეროს დაშინების ან დომინირების აღქმა, იმის მიუხედავად ეს იყო თუ არა მიზანი. მაგრამ ამ ვიდეოდან და ყველა მტკიცებულებიდან რაც გვაქვს, ჩანს რომ ეს მართლაც იყო მიზანი. გულისხმობთ, ეს ნამდვილად იყო ამის დაწყევლილი მიზანი. ყველამ ამაში შეცდომა არ დაუშვათ. ის თავაზიანია, რადგან ზომიერია და კარგად აკეთებს თავის საქმეს. მაგრამ აქ არაფერია. არაფერია სადავო. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, ეს ტაქტიკის ნაწილია. ეს არის საკრებულოს წევრი ინა ვერნიკოვისგან. ეს არის გოგონების ებრაული სკოლა ჩემს ოლქში. მე მხარს უჭერ ლოცვას და სიტყვის თავისუფლებას. მაგრამ რატო უნდა გააკეთონ ეს ზრდასრულმა მამაკაცებმა სკოლის წინ, სადაც პატარა ებრაელი გოგონები სწავლობენ? განა ამისთვის არ არსებობს მეჩეთები? ეს განზრახია. მერი მამდანი, ნიუ-იორკის მერი. გაქვთ რაიმე ბრძნული სიტყვა, რატო იგრძნეს მოულოდნელად ასეთი საჭიროება ამის გაკეთების? და გეტყვით, ამაზე ბევრი ბრძნული სიტყვა მაქვს. რადგან კიდევ ერთხელ ეს არის გეგმა, ისლამური დომინაცია ნიუ-იორკში ნელ-ნელა ყველგან, სადაც შეძლებენ. მერი მხოლოდ დასაწყისი იყო. ეს არ არის დიდი სიახლე. ეს არც მემარჯვენე შეთქმულება. მე შემიძლია გავიარო ფულტონის ქუჩაზე ბრუკლინში, ნიუ-იორკში და მესმოდეს მუსლიმური ლოცვის მოწოდება მინიმუმ 3-დან 5-მდე ადგილას. ამ ადგილების მფლობელები მაღაზიებზე დინამიკებს ამონტაჟებენ და დღეში 5-ჯერ თავენ ლოცვის მოწოდებას. ესე რომ როცა ნიუ-იორკის გარკვეულ უბნებში ხარ, განსაკუთრებით ბრუკლინში, რომელიც ნიუ-იორკის ყველაზე დიდი რაიონია, და ეს ის ადგილია, სადაც ნიუ-იორკში ფაქტობრივად თელ მესამე მსოფლიოს კრიან. და ისინი მიდიან ბრუკლინში და იქიდან იფანტებიან, ასე რომ შეგიძლია ფაქტობრივად ბრუკლინის ნებისმიერ ადგილას წახვიდე. და ამას შეგიძლია მოისმინო ხმამაღალ დინამიკებში დღეში რამდენჯერმე. ასე რომ ეს ძალიან რეალური რამაა. ამიტომ, როცა ვინმე ახსენებს ამერიკის ისლამიზაციას, ან ნიუ-იორკის ისლამიზაციას, ან რამე მსგავს, და ბევრი ადამიანი უბრალოდ ამბობს, რომ ისინი მემარჯვენე კონსპიროლოგები არიან, ან ეს უბრალოდ Fox News-ის თემაა. აქ ვარ რომ გითხრათ. ეს საკუთარი თვალებით მინახავს და საკუთარი ყურებით მომისმენია. ეს ძალიან რეალურია და ეს არის ის, რაც ნიუ-იორკში ეხლა და ისევ ხდება. ეს უკან აღარ შებრუნდება. არა, ესე არ არის, იმიტომ რომ ეს მათი სტილია. ისინი იკავებენ ქალაქს და უკან არ იხევენ, ხო ასეა? ანუ მოусმინე ამას. ტელევიზორს უყურებ და ეხლა ამ სისულელეს უსმენ ყოსმენ ყოველნაირ შუადრევ. ნიუ-იორკის შტატი ისლამურ სახელმწიფოდ გადაიქცა. შეხედე რა აზრი აქვს ამ სისულელეს. დილით, შუადღით, ნაშუადღევს. ეს სიგიჟე, ანუ შეხედე ამას, ეს უზარმაზარი ბილბორდია არაბულ ენაზე, კარგი? მოდით ნახოთ რას წერს. თქვენი ჯანმრთელობა საუკეთესოა და თქვენი უფლება დაცულია. თქვენი ქალაქი თქვენ სამსახურშია. ნუ იდარდებთ ამ პრობლემო. ჩვენ თქვენს გვერდით ვართ და დანარჩენებს თავად მოუწევთ საფასურის გადახდა. მოდით ნახოთ. ჩვენ აქ ლაიზე ვართ, მივდივართ მიდტაუნის გვირაბში. და რაც ახლა ნახეთ, ეს არის ნიუ-იორკის ჯანმრთელობის NYC Cares-ის მსგავსი რამ. ნიშანი მთლიანად არაბულ ენაზე, რომელიც თქვენი გადასახადებით არის გადახდილი. ერთადერთი რაც ამ მერმა გააკეთა, არის AIDS-ის ვახშმების გამართვა Gracie Mansion-ში და ნიშნების დაყენება ენაზე, რომელსაც ნიუ-იორკის უმეტესობა არ ლაპარაკობს. და ეს იყო გეგმა თავიდანვე. დაენიშნათ მერი. ენახათ რამდენად შორს შეძლებდნენ წასვლას, რომ ლიბერალები მოეტყუებინათ. და მერე ნელ-ნელა ყველა მიმართულებით უბრალოდ მაქსიმალურად გაეზარდა თავიანთი გავლენა. თქვენ უნდა იბრძოლოთ, ყველამ უნდა იბრძოლოს. მადლობა ყურადღებისთვის ამ საკითხზე.